აქციის მონაწილე საბას ხვიტარიძის საქმეზე დღეს ადვოკატი დაცვის მხარე დღეს დასკვნით სიტყვის ადვოკატის ინფორმაციით პროკურატურა მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ იძულებული გახდა კვალიფიკაცია შეეცვალა, რადგან პოლიციელზე თავდასხმა არ იკვეთებოდა. ისინი არ ჯანმრთელობის დაზიანების მუხსარით ანხმებიან, ხვიტარიძის გამართლებას ითხოვენ. ადვოკატის მტკიცებით ფიზიკური თავდასხმა მირიან ქავთარაძისგან მოდიოდა გოგონას მისამართით და ხვიტარიძემ მეგობარი დაიცვა, რაც არ შეიძლება რომ ჩაითვალოს დანაშაულად. ხვიტარიძის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში პოლიციელზე თავდასხმაში ედავებოდნენ, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და დანაშაული ნაკლებად მძიმე 120 მუხლით შეუცვალა. აღნიშნული კი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საბას ხვიტარიძე დაზარალებულად არის ცნობილი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა დღემდე არავინ არ არის პასუხისმგებლობაში მიცემული, თუმცა კიდევ ერთხელ ეს არის სხვა საქმე, საბას ხვიტარიძის ბრალდების საქმე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც აწამეს და არა ადამიანურად მოეპყნენ საბას, დაიგიჩნენ მოწმის სახით სასამართლოში და მათი ჩვენება არის ნაკლების სანდოობით შეფასებული, ვინაიდან მათი ქმედებები ირკვევა, რომ არის დანაშაულებრივი. რაც შეეხება კვალიფიკაციის ცვლილებას, ჩვენ მოსალოდნელი იყო ეს მათ შორის სასამართლოდანაც კი, თუნდაც იმ პირობებში დღეს ვარ ჩვენ, ვინაიდან არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება იქნა განხორციელებული დაცვის მხარის წარმომადგენლებისგან, მათ შორის ვიდეო ჩანაწერების, მათ შორის ათეულობით მოწმის ჩვენების მოპოვება და ფაქტობრივად ბრალდების მხარეს არ დარჩა სხვა გზა, რომ შეეცვალა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ნაკლებად მძიმე დანაშაულის გარდა. არ ვიცი რას გადაწყვეტავენ ესენი, იმიტომ რომ რაღაცა გვეთამაშებიან, ძალიან ნერვებზე თამაშობენ, ფიქრობენ, რომ ერთს გამოუშვებენ, სხვას დატოვებენ, რაღაცა ესეთი შახმატური საქვთ და ვერ მიხვდები ამათ საქციელს, ისე რომ მე ამ წუთას არაფრის მოლოდინი არ მაქვს, სასიკეთო, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.